მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 38. X ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის სიჩქარის გეგმილი კოორდინატზე დამოკიდებულია შემდეგი კანონითო Vx უდრის Ax კუბს, სადაც A მეტი არის ნულზე. ესე იგი ჩავწეროთ მოცემული რა გვაქვს, მოცემული გვაქვს სიჩქარის X დგენელის დროზე დამოკიდებულება, რომელსაც შემდეგი სახე აქვს Vx უდრის Ax კუბს, სადაც ჩვენი A მუდმივად მეტი არის ნულზე. კი ბატონო, და პირველი ეს არის რა არის საკოეფიციენტის ერთეულიო სისტემაშიო ვიკითხებიან. კარგით, ესე იგი დავწეროთ Vx-ი მოცემულობით ტოლი არის Ax კუბის, ხო? საიდანაც 100-თვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის Vx-ი შეფარდებული x კუბთან, ხო? საიდანაც ერთეულებზე თუ გადავალთ, ას ერთეული, ეს ტოლი იქნება Vx-ის ერთეული, სიჩქარის ერთეული სისტემის ძირითადი ერთეულებში არის, რო ჩავწეროთ მეტრი შეფარდებული წამთან. და ეს კიდე იყოფა მეტრ კუბზე, ხო? მეტრ კუბზე. ესა და ეს შეგვიკვეცა, აქ 2 დაგვრჩა და ეს ტოლი არის 1 შეფარდებული მეტრ კვადრატ წამი, ხო? ანუ საბოლოოდ ახლა პირველში რომ დავწეროთ პასუხი, პირველის პასუხი რომ დავწერო, ას ერთეული c-ში ტოლი ყოფილა 1 შეფარდებული მეტრ კვადრატ წამი, ხო? კი ბატონო, ახლა გადავიდეთ მეორეზე, მეორეში რაც გვეკითხებიან. მეორე ეს არის საწყის მომენტში ნივთიერი წერტილის კოორდინატია x0-იო. რაც x0 არ უდრის ნულს, განსაზღვრეთ რა დროში გახდება კოორდინატი 2x0-იო. ესე იგი, t0 უდრის საწყის მომენტში კოორდინატი არის x0-იო და გვეკითხებიან t უდრის კითხვის ნიშანს, არ ვიცით, ამას გვეკითხებიან რა დროში გახდება ეს ჩვენი კოორდინატი 2x0-ის. ესე იგი, t იცვლება 0-დან t-მდე და მაგ დროში კოორდინატს შემდეგი ცვლილება აქვს x0-დან 2x0-მდე გვეცვლება, ხო? მოდით ესე გავაკეთოთ, გავითვალისწინოთ ის ფაქტი მეორე, რომ სიჩქარე თავის მხრივ წარმოადგენს Vx გეგმილი კოორდინატის წარმოებულს დროით, ხო? dx dt-ს. აქედან რა გამოგდის? Vx-ის მნიშვნელობა ვიცით, ხო? ხო და ჩავსვათ აი აქ Vx-ის მაგივრად დავწეროთ, რა გვექნება? გვექნება Ax კუბი, ტოლი ყოფილა dx dt-ს. ეხლა მოდით ცვლადები განვაცალოთ, dt გადავიტანოთ მარცხნივ, x კუბი ჩამოვიტანოთ მარჯვნივ, გადმოვიტანოთ. აქედან გვექნება, რომ dt ტოლი არის dx-ი შეფარდებული ax კუბთან. კი ბატონო, და მოდით ორივე მხარე ვაინტეგროთ და გავითვალისწინოთ, t იცვლება 0-დან t-მდე, dt შტრიხი, ინტეგრალი გვექნება აქეთ, x-ი იცვლება x 0-დან 2x0-მდე. ეს უდრის, მოდით ასე მოვიქცეთ, a რადგანაც ერთი შეფარდებული a რადგანაც მუდმივი სიდიდეა, ინტეგრალს ნიშნის გარეთ შეგვიძლია გავიტანოთ, ესე იგი რა გვექნება 1 შეფარდებული a-სთან, ინტეგრალი გვექნება x 0-დან 2x0-მდე. ასე და 1 შეფარდებული x კუბი ჩავწეროთ შემდეგი სახით, x ხარისხად -3 dx-ი. ეხლა აი ეს ინტეგრალი წარმოადგენს ცხრილის ინტეგრალს და რა გაგებით ახლა? თუ ჩვენ ავიღებთ მაგალითად ცხრილის ინტეგრალი შემდეგი სახით, თუ გვაქვს მოცემული, x ხარისხად n dx-ი, რის ტოლი არის ეს? ეხლა აქ შემთხვევაში განუსაზღვრელ ინტეგრალზე გვაქვს, მაგრამ საუბარი, ეს ტოლი იქნება x ხარისხად n-ს პლუს 1 შეფარდებული n-ს პლუს 1-თან და დამატებული კიდე განუსაზღვრელი მუდმივა კონსტანტა c. ეხლა n-ის როლში ჩვენ აქ გვაქვს -3, ხო? შესაბამისად, რა გვექნება? ეს ტოლი იქნება, დავწეროთ, ეს ტოლი იქნება 1 შეფარდებული a-სთან. x ხარისხად n-ის როლში გვაქვს -3, ხო? ესე იგი, x ხარისხად -3-ს დაემატება 1, რაც -2-ია და მოდი დავწეროთ, -2 და კიდე შეეფარდება n პლუს 1. ანუ n-ის როლში -3-ია, კიდე აქ ქვემოთ უნდა დავწეროთ -3 პლუს 1. ესეც -2-ია, ხო? ესე იგი, მაშინ აქ გვექნება 2 და აქ წინ გავიტანოთ მოდი მინუსი. და ჩასმა გვაქვს, თუ გამოვიყენებთ ნიუტონ-ლაიბნიცის ფორმულას, ჩასმა გვაქვს x 0-დან 2x0-მდე, ხო? ეს ტოლია ახლა, ეს ტოლი იქნება, მოდი ესე გამოვიქცეთ, -1 შეფარდებული a-სთან და x-ის მაგივრად ჯერ უნდა ჩავსვათ 2x0, ხო? x-ის მაგივრად თუ 2x0 ჩავსვათ, მოდი ორიანი აქაც გავიტანოთ, აი ეს დავწეროთ, ორიანი ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ და x-ის მაგივრად ჩავსვათ 2x0. ესე იგი გვექნება 2x0 ხარისხად -2 და კიდე ამას აკლდება, ახლა x-ის მაგივრად x0 უნდა ჩავსვათ.
ესე იგი x0 ხარისხად -2. ეს კი ტოლი იქნება, აქ გამოვიჩო, აი ეს არ გადმოგვიწერია რატომღაც. კი ბატონო, რა გვექნება, ესე იგი -1 შეფარდებული 200-დან, ახსნათ ფშხილი, 2x x0 ხარისხად -2 არის 1 შეფარდებული 2x0 ხარისხად კვადრატში, აყვანილი კვადრატში. 2 ესე იგი იქნება აქ 1 შეფარდებული 4x0 კვადრატს -1 შეფარდებული x0 კვადრატი. ეს ტოლი იქნება -1 შეფარდებული 200-დან. გავაერთ მნიშვნელიანად, საერთო მნიშვნელი იქნება. ან მოდით ესე მოვიქცეთ. მინუსი, მოდი ეს გავაკეთოთ, მინუსი შევიტანოთ ჭხილში. გვექნება ეს 1 შეფარდებული x0 კვადრატი -1 შეფარდებული 4x0 კვადრატი, ხო? ეს ტოლი იქნება 1 შეფარდებული 200-დან, გავაერთ მნიშვნელიანად, საერთო იქნება 4x0 კვადრატი და ზემოთ გვექნება 3, 3, ხო? ესე იგი, ეს რა ტოლი გამოგვივიდა? ტოლი გამოგვივიდა 3 შეფარდებული 8ax0 კვადრატი. ანუ რა გამოვიდა, რომ ინტეგრალი, აი აქედან დავიწყეთ, ხო? ინტეგრალი 0-დან t-მდე, 0-დან t-მდე, dt' ტოლი ყოფილა 3 შეფარდებული 8ax0 კვადრატში. ეხლა ეს ინტეგრალი თავისუფლი რა არის? აქედან ინტეგრალი არის t, ჩასმას თუ გავაკეთეთ 0-დან t' არის ინტეგრალი აქედან, ჩასმა 0-დან t-მდე, t' მაგივრად თუ ჩავსვავთ t-ს მივიღებთ t-ს და ამას კიდე აკლდება t' მაგივრად თუ ჩავსვათ 0. ანუ აი ეს თლიანი გამოსახულება, აი ეს თავისუფლი t-ს ტოლი ყოფილა, ხო? ანუ რა გამოგვდის, რომ t უდრის 3 შეფარდებული 8ax0 ხარისხად 2, აი ამ დროში გახდება x კოორდინატი 2x0-ის ტოლი. თუ საწყის მომენტში t0 უდრის 0 მომენტში კოორდინატი იყო x0. შესაბამისად დავწეროთ პასუხი მეორესი. მეორის პასუხი იქნება t უდრის 3 შეფარდებული 8ax0 კვადრატი.